მეომრები ამბობენ, რომ დარიოსის დაჭერაზე ოცნებობ. აზიის მეფე რომ უნდა გახდე, ამაზე არავინ ლაპარაკობს. გასაგებია, მათ ფულის წაღება და სახლში დაბრუნება უნდათ, მაგრამ მე მომავალი დავინახე, ჰეფესტიონი, უამრავჯერ დავინახე, უამრავ სახეზე. ბევრი რამ უნდა შევცვალოთ. ახლა კი ვიცი, რომ არისტოტელე ცდებოდა, როცა ამ ხალხზე ლაპარაკობდა. რაზე ამბობ? დააკვირდი. მკვდრებს არ მარხავენ. თავის მოკვეთა აღტაცებას გვით. უნებას სახალხოდ იქმაყოფილებენ. როგორ შეძლებენ რამის დაწერას, შექმნას, სიმღერას, წერა-კითხვა ხომ არც ერთმა არ იცის. მაგრამ ალექსანდრეს არმიასთან ერთად ისეთ ადგილებში აღმოჩნდებიან, რაზეც წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ქალაქებში იცხოვრებენ და იმუშავებენ. ასე იქნება ალექსანდრიიდან ეგვიპტემდე და შორეულ ოკეანემდე. ამ ხალხებისა და მიწების გაერთიანება. აი ეს არის ჩემი მიზანი. ამბობენ ალექსანდრიებზე ალექსანდრეს სული დაფრინავსო. ხალხი ქალაქებში შეიტყვეს და მონება დაქციეს. ისინი სპარსელებისგან გავათავისუფლეთ, ჰეფესტიონ. ხალხს სპარსელები იმონებდნენ. სოფლიო უნდა გათავისუფლდეს. ვინც ამას შეძლებს, აქილევს დაჩრდილავს. ჰერეკლეს დაჩრდილავს და პრომეთეს მსგავსად კაცობრიობას სინათლეს მისცემს.